მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც სიახლეა, თან ძალიან ესეთი სერიოზული სიახლე, ბოლო თაობის აპარატი დამოტანჯდა, ეს გახლავთ Canon Aquilon One Insight 640 შრიანი, ხო, თუ არ ვცდები, 640 შრიანი და ჩვენთან ერთად იმყოფება კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი თამაშ ჯაოშვილი, რომელთანაც გავისაუბრებთ ახლა ამ აპარატის შესახებ. მოგესალმებით, ბატონო თამაშ, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და პირველი შეკითხვა ასეთი იქნება. გასაგებია, რომ ბოლო თაობის არის, გასაგებია, რომ ამის შემდეგ ჯერ არაფერი გამოსულა, მაგრამ მაინც რომ გითხრათ, რით არის უნიკალური ეს 640 შრიანი სისტემა ამ აპარატის და რით განსხვავდება წინამორბედებისგან. გამარჯობა, მადლობთ ოთარ შეკითხვისთვის. დიახ, სულ ერთი თვეა, რაც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ცენტრალურ კლინიკაში ჩვენ გავაინსტალირეთ 640 შრიანი სპექტრული კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც გახლავთ უნიკალური იმ კუთხით, რომ ის არის პირველი სპექტრული კომპიუტერული ტომოგრაფი საქართველოში. ის არის ბოლო თაობა Canon-ის წარმოების, რომლის მთავარი სიძლიერე მაინც არის სისწრაფე. ეს გახლავთ ერთადერთი აპარატი დღესდღეობით სოფლიოში, რომელსაც აქვს ყველაზე სწრაფი ბრუნვის დრო 0.24 წამი, ანუ ეს ნიშნავს წამის მეოთხედს შეუძლია დეტექტორს ერთი ბრუნის გაკეთება, რაც საშუალებას გვაძლევს მოძრავი ორგანოების კვლევისას, როგორიც არის მაგალითად გული, ის გადავიღოთ გულის ცემის ერთ დარტყმაში და შესაბამისად გამოსახულების ხარისხი განსაკუთრებულად კარგია და დიაგნოსტიკურად მნიშვნელოვანი. მსგავსი აპარატი საქართველოში არ არის და დაინსტალირებულია სულ მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში და ეს სიახლე ჩვენ ამ სულ რაღაც თვეზე მეტია, რაც დავწყვეტია. ბატონო თამას, საინტერესოა ეს ყველაფერი. თქვენ ახსენეთ სპექტრული გადაღება, აი დაუშვათ ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს უფრო რომ განვუმარტოთ. პოპულარულ ენაზე რას ნიშნავს ეს სპექტრული გადაღება და რით განსხვავდება დაუშვათ სხვა ტიპის გადაღებებისგან? დიახ, ახლავე გეტყვით. სპექტრული გადაღებისას ჩვენ ორგანოთა სისტემას ვიკვლევთ თანმიმდევრულად მაღალი და დაბალი სიმძლავრის რენტგენის სხივებით, რაც საშუალებას გვაძლევს გამოსახულების კონტრასტულობა იყოს განსაკუთრებული და შესაბამისად აღმოვაჩინოთ სულ მცირე ანატომიური ცვლილებაც კი. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიურ პაციენტებში. ასევე სპექტრული გადაღებით ჩვენ შეგვიძლია უზუსტესად განსაზღვროთ საკონტრასტო ნივთიერების ჩართვის რაოდენობა სხვადასხვა ორგანოთა ქსოვილში, რაც საშუალებას გვაძლევს შემოვიტანოთ დამატებითი რაოდენობრივი მახასიათებელი და ჩვენი დიაგნოზი გავამყაროთ კონკრეტული მონაცემებით. ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ სპექტრული გადაღებისას ვიყენებთ გაცილებით ნაკლებ საკონტრასტო ნივთიერებას და მისი საშუალებით ასევე შეგვიძლია რიგი ქსოვილების ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უროლოგიაში, როდესაც უროლოგებს აქვთ შეკითხვა თიკლის კონკრემენტის შემადგენლობაზე, ჩვენ შეგვიძლია უზუსტესად თქვათ უთხრათ რა შემადგენლობის არის თიკლის კენჭი. რევმატოლოგიაშია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოდაგრების შემთხვევაში, როდესაც ხდება ამ კრისტალების ჩალაგება, ჩვენ შეგვიძლია მათი როგორც რაოდენობრივი, ასევე ვიზუალური გამოსახვა, დინამიკაში დაკვირვება და ასე შემდგომ. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენა. გულის პათოლოგია. ალბათ ნეიროონკოლოგიაც, ხო? ძალიან ზუსტი ლოკალიზაცია, მდებარეობა, ზომები, ფორმა და ასე შემდეგ. ასეთ შეკითხვა მექნება. ძალიან ხშირად დაისმის ესეთი კითხვა და ძირითადად ამ კითხვას გვისვამენ პაციენტები, რომ დასხივების ხარისხი როგორია, ხო? იმიტომ რომ მუსირებს ასეთი აზრი, რომ რაც უფრო მეჩრიანი, აი 640 შრიანი აპარატი და შეიძლება მას დასხივება უფრო მეტი კონდეს. აი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? დიახ, ძალიან კარგი შეკითხვაა და მოგახსენებთ, მინდა გითხრათ, რომ ეგ არის პირიქით. ეს გახლავთ ერთადერთი ტექნოლოგია დღესდღეობით სოფლიოში, რომელშიც ჩაშენებულია სპეციალური ტექნოლოგია Silver Beam. ეს გახლავთ ერთგვარი დამცავი პაციენტისთვის დამატებითი დოზის მისაღებად. მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვაქვს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა აპლიკაციები, მაგალითად როგორიც არის PIC 1024, IC, Clear Motion. ამ აპლიკაციების საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ დასხივების დოზას ზოგჯერ
80%-ით ვამცირებთ, გამოსახულების ხარისხი არის განსაკუთრებულად მკვეთრი და ინფორმაციული. ანუ დიაგნოსტიკური შესაძლებლობები არ მცირდება. დიახ. ხო, ეს პაციენტისთვის ნიშნავს ნაკლებ დასხივებას, გამოსახულების უკეთეს ხარისხს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აპარატს აქვს ძალიან მაღალი ტვირთამწეობა, ესე რომ ვთქვა, ჩვენ შეგვიძლია ჭარბწონიანი პაციენტების გადაღება ეს ზოგჯერ პრობლემაა ხოლმე, ჭარბიწონა, ზოგი აპარატი ვერ ერევა, ხო, ამ ჭარბწონას. ძალიან ხშირად არის პრობლემა ვარიატიულ პაციენტებში მსგავსი მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება და ჩვენ უკვე შეგვიძლია 315 კილოგრამამდე პაციენტის გადაღებაც, რაც მოგეხსენებათ ძალიან აბსოლუტურად უპრობლემოდ. ამასთანავე თუ შეხედავთ, რომ მას აქვს ესეთი ყველაზე ფართო გენტრი, ანუ გვირაბის დიამეტრი 80 სანტიმეტრი, რაც ამცირებს დახურული სივრცის შეგრძნებას, ასევე ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა დაიწყეთ პაციენტების პოზიციონირება, ესე რომ ვთქვათ, ფეხით წინ, ძირითადად ავადმყოფი კვლევის დროს არის გენტრის გარეთ და არა აქვს ეს დახურული სივრცის შეგრძნება და ჩვენ პაციენტებს განსაკუთრებით უადვილდებათ მსგავსი პროცედურის ჩატარება. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, არა გვაქვს დახურული სივრცის შეგრძნება, გაცილებით ნაკლებ საკონტრასტო ნივთიერებას ხმარობთ, ვიდრე ეს ხდება ხოლმე ჩვეულებრივ, პლუს ამას დასხივების დაბალი დოზა, მაგრამ მაქსიმალური ინფორმაცია. დიდი მადლობა ბატონო თამაზ ჯავახიშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი. მე შემიძლია კი გითხრათ ჩემი მხრივ, რომ თქვენი ჯანმრთელობა საიმედო ხელშია.